მოგესალმებით რადიო იმედის დღის არხის ფორმატში განმეორებთ მუშაობას და ჩვენ ახლა სტუდიაში ქართული ოცნების მაჟორიტარობის კანდიდატს ლილო ორხევის ოლქში მომკა ხაბარელს მასმისლობთ გამარჯობა. მოგესალმებით, დიდი მადლობა მოწვევისთვის, მივესალმებით ჩვენს მსმენელს. მადლობა სტუმრობისთვის, ბატონო მომკა, პირველ რიგში რომ ვისაუბროთ თქვენი რაიონის, რომელიც მოცულობით საკმაოდ დიდია, მრავალფეროვანია, იქ არსებულ რეალობაზე და ალბათ საინტერესო იქნება თქვენი ხედვა, თქვენი როგორც მაჟორიტარობის კანდიდატის მთავარი საზრუნავი და მთავარი საფიქრალი რა არის, რას ხედავთ ყველაზე მნიშვნელოვანს და ასე ვთქვათ, მთავარ გამოწვევას იმისთვის, რომ ამ სივრცეში ქალაქის ზოგადი განვითარების ეს ატმოსფერო აქაც გავრცელდეს, კიდევ უფრო განივრცოს და ასე შემდეგ. პირველ რიგში ისინი ვინც გვისმენენ და შეიძლება ბოლომდე ვერ ხვდებოდეს თქვა ლილო ორხევის ოლქი მართლაც საკმაოდ დიდია. ახლობით საიდან იწყება, საცრულდება, შემდეგ არსებულ სპეციფიკასა და თქვენს ხედვაზე ვისაუბროთ დეტალებით. დიახ, როგორც აღინიშნა, ლილო ორხევის ოლქი ქალაქში ყველაზე დიდი ოლქია საარჩევნო. Doro ასევე მოიცავს შემოერთებულ სოფლებს, ეს იწყება გახოკიძის ქუჩიდან, ეს East Point-ის მიმდებარე ტერიტორია, მოიცავს ორხევს, ვარკეთილის მეურნეობას, პატარა ლილოს, დიდ ლილოს, სოფელ ნასაგურს, წინუბანს, აეროპორტის დასახლებას და ლილოს დასახლებას. საკმაოდ დიდი ტერიტორია ტერიტორიულად და რა თქმა უნდა თითოეულ ლოკაციაზე რამოდენიმეჯერ ვიყავი, მქონდა შეხვედრა მოსახლეობასთან, ფაქტიურად ჩვენ დავასრულეთ საარჩევნო კამპანია, გუშინ მქონდა და ესაც მინდა აღვნიშნო, რომ ძალიან კარგი გადაწყვეტილება იყო, აქამდე იყო მხოლოდ ერთი მაჟორიტარი სამგორის რაიონში, ახლა 4-ად დაიყო და კონკრეტულად ჩემი არის ლილო ორხევის ოლქი და ეს უფრო მეტ შესაძლებლობას მომცემს, უფრო მეტი სიახლოვე მქონდეს ჩვენს მოსახლეობასთან და ჩემ ოლქში მაცხოვრებელ ადამიანებთან. მე შევხვდი თითქმის ყველა ლოკაციაზე ვიყავი რამოდენიმეჯერ, მოსახლეობასთან გავმართე შეხვედრები. პირველ რიგში მინდა დიდი მადლობა გადაუხადო ქართულ ოცნებას, კახი კალაძეს, რომ მომეცა საშუალება ამ განსაკუთრებულ ადამიანებთან ურთიერთობის, იმიტომ რომ მართლა განსაკუთრებული ხალხი ცხოვრობს ჩემს ოლქში. და მინდა აღვნიშნო, რომ ეს ადამიანები ძალიან დიდ მადლიერებას გამოხატავენ პირველ რიგში იმ შესრულებული პროექტების გამო, რაც ბოლო წლებში და კონკრეტულად კახი კალაძის მერობის პერიოდში შესრულდა ჩვენს დედაქალაქში და უშუალოდ ჩემს ოლქშიც და საკმაოდ ბევრი მნიშვნელოვანი პროექტია განხორციელებული. მაგრამ ასევე მათ აქვთ ძალიან დიდი ნდობა ჩვენს მიმართ და იმ გუნდის მიმართ, რომელიც ჩემს გვერდით დგას და ზოგადად დედაქალაქის, რომ დაგეგმილი პროექტებიც ასევე გეგმაზომიერად განხორციელდება მომავალში. თუ მომცემთ ნებას გეტყვით, მხოლოდ ჩემს ოლქში რა პროექტებია განხორციელებული ბოლო წლების განმავლობაში. ყველაზე მნიშვნელოვანი ალბათ გახოკიძის ქუჩაზე იყო ის, რომელიც ყველას გვესმოდა ბოლო პერიოდში და გრძელვადიანიც იყო და დაამთავრდა და ამან ძალიან დიდი შვება მისცა იმ მონაკვეთს. და აი ის იყო, რასაც ჩვენ ხედავდით და გრძნობდით, ვინც იქით ხარეს მოძრაობდა მით უმეტეს, იმიტომ რომ ეს ქუჩა მნიშვნელოვანი არტერია ზოგადად თქვენი სივრცისა და აქეთ ისანი სამგორისთვის. აი ამ დიდი პროექტის გარდა კიდევ რა არის ის, რაზეც საუბარი გსურდა. გახოკიძის ქუჩა ახლა რო უყურებთ და ძალიან კარგად რეაბილიტირდა და მთავარი ამოცანა მერიის და უშუალოდ ჩვენი მერის გახლავთ ის, რომ თუ რამე კეთდება დღეს დედაქალაქში, მთავარი აქცენტი არის გაკეთებული ხარისხზე, რომ აქამდე რასაც ხედავდით ჩვენ, ეს იყო მხოლოდ ფასადური და მემკვიდრეობით გადმოგვეცა ვითომ შესრულებული საქმეები. სინამდვილეში არაფერი არ იყო გაკეთებული და გახოკიძის ქუჩაც ერთ-ერთი ნათელი მაგალითია იმ სხვა პროექტების ჩათვლით, რაც ყოველდღიურად ხედავთ ჩვენ, როგორ რეაბილიტირდება ქუჩები. აქ მთავარი არის მიწისქვეშა კომუნიკაციები. იმიტომ რომ ფაქტიურად მთელი დედაქალაქის მასშტაბით, სადაც ახალი პროექტები იწყება, ყველგან ამორტიზებულია მიწისქვეშა კომუნიკაციები და ამაზე ბევრად მეტი ძალისხმევაა საჭირო, ვიდრე ზედაპირულად. ეს იგივე გახოკიძის ქუჩაზე ძალიან მკვეთრად ჩანდა მის ბოლო ნაწილში, ხო? იმიტომ რომ ძალიან რთული მდგომარეობა იყო მიწის ქვემოთ, რაც სრულად შეიცვალა, სულ ახალი კომუნიკაციები და ამას აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა. ამასთანავე კიდევ ძალიან ბევრი პროექტია დაგეგმილი და სამგორის რაიონში სულ რამოდენიმე დღის წინ კიდევ ერთი
საკმაოდ მოზრდილი ქუჩის რეაბილიტაციაც მოხდა და მინდა ხაზი გაუსვა იმ მნიშვნელოვან პროექტებს, რაც ჩემს ოლქში განხორციელდა ბოლო წლებში. ეს გახლავთ 9 საბავშვო ბაღი და სკოლა აშენდა ახალი და რეაბილიტირდა ასევე და ეხლაც მიმდინარე პროცესშია რამოდენიმე სკოლის და საბავშვო ბაღის მშენებლობა. 4 მულტიფუნქციური სპორტული ცენტრია აშენებული მხოლოდ ჩემს ოლქში. აქამდე ჩვენ გვესმოდა, რომ როგორ ხდებოდა სპორტული დანიშნულების ობიექტები სხვისდებოდა და ხდებოდა მათი კერძო საკუთრებაში გადაცემა და მე იქ ხედავდით ჩვენ რაღაც კორპუსების და ასე შემდეგ ასეთი ობიექტების მშენებლობას და დღეს ის პროცესიც მიმდინარეობს, რომ ასეთი ობიექტები პირიქით ქალაქის მერია ახორციელებს მათ გამოსყიდვას და ისევ იმ სტატუსის დაბრუნებას, რაც ჰქონდა აქამდე. 4 მულტიფუნქციური ცენტრია ჩემს ოლქში, რომელიც მოიცავს აუზებს, დარბაზებს, სტადიონებს, სატრენაჟორო სივრცეებს. სულ რამოდენიმე დღის წინ დაანონსდა და უკვე მშენებლობა მიმდინარეობს დიდლილოში 1200 მაყურებელზე გათვლილი სტადიონის, რომელიც ასევე პადელის კორტს მოიცავს, სატრენაჟორო სივრცეს მოიცავს, დარბაზებს მოიცავს, ასევე სარეკრეაციო სივრცეები და დედაქალაქის მასშტაბით ჩვენ ხედავთ ჩვენი დედაქალაქი როგორ ლამაზდება ასეთი გამწვანებული სივრცეებით და მე მახსოვს რომ ერთ-ერთი ბოლო ევროპაში ერთ-ერთი ბოლო ქვეყანა ვიყავით გამწვანების თვალსაზრისით და დღეს მოწინავეთა რიგებში ვართ ევროპის მასშტაბით და ეს პროცესი უწყვეტია და მიმდინარეობს და ხედავთ ყოველდღიურად ათასობით კვადრატული მეტრი გამწვანებული რეკრეაციული სივრცე ემატება ჩვენს დედაქალაქს და 800 სივრცეა მოწყობილი მხოლოდ ჩემს ოლქში. ასევე ცენტრალური გზების რეაბილიტაცია, საუბნო გზების რეაბილიტაცია, ჩიხების რეაბილიტაცია, პრაქტიკულად ყველა ცენტრალური გზა უკვე რეაბილიტირებულია ლილო-ორხევის ოლქში. და ასევე მინდა ხაზი გაუსვა იმ მნიშვნელოვან პროექტს, რომელიც ასევე აეროპორტის მიმდებარედ დაიწყება სულ მალე, პროექტირების პროცესშია. ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ალბათ სავიზიტო ბარათი ჩვენი დედაქალაქის პრემიერ-მინისტრის ინიციატივით შენდება 70,000 მაყურებელზე გათვლილი UEFA სტანდარტების სტადიონი, რომელიც მხოლოდ სპორტული დანიშნულების არ იქნება და მას ექნება განსაკუთრებული კულტურული მნიშვნელობაც და მთელი მსოფლიოდან იქნებიან ვიზიტორები ჩვენს დედაქალაქში. ეს რა თქმა უნდა ხელს შეუწყობს ჩვენი რაიონის და უშუალოდ ჩემი ოლქის ცნობადობის ამაღლებას. ეს კონკრეტულად რა სივრცეში იქნება და კომპლექსის მოცულობითი იქნება, იმიტომ რომ თქვა იგივე ცენტრალური ვაგზლის მიმდებარედ, სადაც ჩვენ გვაქვს ძველი და ისტორიული სტადიონი, რომელიც დღეს საქართველოში ყველაზე დიდია, ხო? ბორის პაიჭაძეს სახელობის სტადიონი, ჩვენ ვიცით, რომ მისმა იქ არსებობამ, გასაგებია, იქ რკინიგზის სადგურიც იყო და სხვა ისტორია, მაგრამ თავისი წილი შეიტანა იმ სივრცის განვითარებაში და ამ კუთხით რა დამატებით იმპულსს ელოდებით იმ სტადიონის აშენებასთან ერთად უკვე თქვენს მონაკვეთში. როგორც წეგან აღნიშნე, ეს არის აეროპორტის მიმდებარე ტერიტორია, ლუგარის ლაბორატორიასთან არსებული სივრცე, უკვე ფაქტიურად სივრცე ათვისებულია, მიმდინარეობს პროექტირება და როგორც წეგან აღინიშნა, ეს ხელს შეუწყობს ზოგადად სამგორის რაიონის და ჩვენი დედაქალაქის ცნობადობის ამაღლებას, იმიტომ რომ იქ ჩატარდება როგორც სპორტული უმნიშვნელოვანესი მატჩები, ფეხბურთში, რაგბიში და სხვადასხვა სახეობებში, ასევე კულტურული დანიშნულებაც ექნება და ძალიან ბევრი ცნობილი შემსრულებელი ჩამოვა. იმიტომ რომ ასეთი სივრცე აუცილებელია დედაქალაქისთვის, მით უმეტეს, როდესაც დედაქალაქი იზრდება და ჩვენ ხედავთ რამდენი მაცხოვრებელი ემატება თბილისს. ასე რომ რა თქმა უნდა, განსაკუთრებული მნიშვნელობის მატარებელია ამ სტადიონის მშენებლობა. მოსახლეობასთან შეხვედრაზეც რო ვიყავი, მაგას ვეუბნები, რომ მათი უძრავი ქონებაც ბუნებრივია ბევრად უფრო მიმზიდველი გახდება და სივრცეც, რომელიც მის გარშემოა, ბევრად უფრო კეთილმოწყობილი იქნება. ასე რომ ყველა ძალიან გაგებით ეკიდება ამ პროცესს და რა თქმა უნდა, ძალიან დიდ მადლიერებას გამოხატავენ. იგივე აეროპორტის დასახლება წოდებული, სადაც აეროპორტამდე მივალთ კორპუსები და ზოგადად ორხევის ან ლილოს სივრცეში ძალიან ბევრია ძველი შენობა, იქ სხვა მონაკვეთებში კიდევ უფრო ძველები, შეიძლება ზოგადად რთული მდგომარეობაც არის აი ამ ძველი კორპუსებიდან გამომდინარე და დაბინავე
საბინო საკითხებთან დაკავშირებით ან იგივე ჩანაცვლების პროგრამის თვალსაზრისით რა პროცესებია და რა მიმართულებით ფიქრობთ აქცენტების გაკეთებას, როდესაც უკვე თქვენ კენჭი გექნებათ ნაყარი და მათი წარმომადგენელი იქნებით საქალაქო საკანონმდებლო სივრცეში. დიახ, ზოგადად არა მხოლოდ ჩემს ოლქში და სამგორის რაიონში, დედაქალაქის მასშტაბით, ეხლა ვიცით, რომ თბილისი ძველი ქალაქია და ბევრი ლოგიკურიც არის რაღაცა, მაგრამ მეორე მხრივ ბევრი корпуსი თავისთავად უკვე ექსპლუატაციის ვადა გასული აქვს და არსებობს უფრო რთული корпуსებით, სადაც დღეს უკვე არსებობს დასკვნები, მათი შეფასება ხდება ავარიულობის მიხედვით. და ძალიან მნიშვნელოვანი და საჭირო ინიციატივა აქვს ქალაქ თბილისის მერიას და უშუალოდ კახა კალაძეს, რომ მოქმედებს ჩანაცვლების პროგრამა. ეს არის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ინიციატივა ხელისუფლების, რომ იმ საფრთხის შემცველ корпуსებში, რომელსაც აქვს მესამე კატეგორია და ზევით, ბუნებრივია ეს корпуსები მოქცეულია ჩანაცვლების პროგრამაში. თუმცა აქ იკვეთება უკვე მოსახლეობის პასუხისმგებლობის ნაწილი, იმიტომ რომ მე სადაც დავდივარ შეხვედრებზე და ასეთი корпуსები არსებობს, ლაბორატორია მუშაობს მერიის, რომელიც მოდის, მყისიერად ამოწმებს корпуსს და დასკვნას დებს და თუ აქვს უკვე მესამე კატეგორია, ავტომატურად ხდება ჩანაცვლების პროგრამის განხორციელება. ჩანაცვლების პროგრამა იმიტომ არის მნიშვნელოვანი, რომ ეს ადამიანები ვიცით, რომ 100%-იანი თანხმობა უნდა არსებობდეს მაცხოვრებლების და იმ დღიდანვე იწყება ამ ადამიანების გასახლების პროცესი, გამგეობა სრულად უზრუნველყოფს მათ ქირით უზრუნველყოფას და გაყავთ ქირით და შემდეგ ხდება უკვე კომპანიასთან მოლაპარაკება და იწყება ჩანაცვლების პროგრამა და ის საფრთხე, რომელიც არსებობს ამ корпуსებში, უკვე სრულად ნეიტრალიზდება, იქიდან გამომდინარე, რომ იმ корпуსის დემონტაჟი მოხდება და სრულად ახალი სტანდარტების შესაბამისი გარემონტებული სივრცეები გადაეცემათ იქ მაცხოვრებლებს. თუმცა პასუხისმგებლობა იმიტომ ვახსენე მოსახლეობის, რომ დღეს გარკვეულწილად ძალიან მცირეა ასეთი რაოდენობა ადამიანების, თუმცა ძალიან გვიჭირს მათი დარწმუნება ამ საკითხში და სხვადასხვა პრობლემას წამოჭრიან ზოგს ცოტა მეტი ფართის მიღების სურვილი აქვს, ზოგს რაღაცა რისკების დაზღვევის სურვილი აქვს, თუმცა რისკებს სრულად აზღვევს დღევანდელი ხელისუფლება და მერია, რომ მათ არანაირი პრობლემა ამ მიმართულებით არ შეექმნება და უკვე მიმდინარე თანამხრივ გამოცდილებას დაგროვდა. რა თქმა უნდა, მიმდინარე პროექტებია და ჯერ ერთი საკითხიც კი არ ყოფილა, რომ ვინმეს რაიმე პრეტენზია ამ პრობლემა წამოეჭრას ამ თემასთან მიმართულებით. ასე რომ მე დარწმუნებული ვარ, რომ ეს ადამიანები ალბათ ცოტა მაინც დრო ჭირდებათ, რომ ნახონ განხორციელებული პროექტები, იმიტომ რომ მე ჩემის მხრივ ასეთ корпуსებში თითქმის ყველგან მივედი და ყველგან შევეცადი, რომ დამერწმუნებინა ის ადამიანები, რა თქმა უნდა, მომხრე ძალიან ბევრია, თუმცა როდესაც корпуს მესამე კატეგორია აქვს, იქ უკვე იძულებით გასახლებაზე არ არის საუბარი, აქ ნებაყოფლობითი უნდა იყოს და თავისთავად ყველა ადამიანმა, ყველა მაცხოვრებელმა უნდა მოაწეროს ხელი ჩანაცვლების პროგრამას, რომ არ ვიხილოთ ჩვენ ის უბედურება, რაც რამოდენიმე რაღაც პერიოდის წინ მოხდა ვაგზლის მოედანზე, ჩამოინგრა შენობა, თუმცა აქაც სრულად იყო ინფორმირებული იქ მაცხოვრებელი ადამიანები, რომ ეს корпуსი იყო ავარიული და მათ უნდა მიეღოთ ჩანაცვლების პროგრამაში მონაწილეობა. და შეხვედრების ხრივ მინდა გითხრათ, რომ ბევრი ადამიანი იცვლის თავის შეხედულებას და ის პასუხისმგებლობა, რაც მათზეა დამოკიდებული, მე ვფიქრობ, რომ ალბათ უფრო მეტად მიექცევა მათი მხრიდან ყურადღება და დაიწყებენ ამაზე უფრო მეტად ფიქრს და სულ მაგას ვეუბნები შეხვედრების დროს, რომ იმაზე მეტი რისკი არაფერი არ არსებობს, რომ შეიძლება ავარიული корпуსში რაღაც ფაქტორიდან გამომდინარე მოხდეს უბედურება და სხვა რისკებზე საუბარიც კი ზედმეტია და გარკვეულწილად ზოგს ვარწმუნებთ, ზოგთან კიდევ გჭირდება დამატებითი კომუნიკაცია, რაზეც უკან არ ვიხევთ და ნამდვილად მზადა ვარ ნებისმიერ დროს მათ ყველა კითხვას გავცეთ პასუხი. ეს დიალოგის და სამუშაო პროცესის ნაწილი ალბათ ასე ვთქვათ ამ კუთხით და მნიშვნელოვანია, რომ პროგრამა არსებობს. როდესაც ასეთი პროგრამა არსებობს, უკვე კარგი საშუალება თავის დაზღვევისა და ეკონომიკური ზრდის ფონზეა, რომ შესაძლებლობა გვაქვს, რომ ასეთი პროგრამა არსებობდეს და ეს იდეალურია, ბუნებრივია, რომ ყველანაირი საფრთხე იყოს მინიმუმამდე დაყვანილი და ჩვენთვის ამომავალი წერტილი და მთავარი ამოცანა არის ჩვენი მოსახლეობის უსაფრთხოება და მათ ჯანმრთელობაზე ზრუნვა, რომ არავინ
ყველა იყოს დაცული ამ ფაქტორებიდან გამომდინარე. უფრო მეტი კომუნიკაცია ალბათ ჩვენც მზადავართ, რა თქმა უნდა, მათაც ყველანაირი ინფორმაცია აქვთ, უბრალოდ სულვეუბნები თუ კიდე რაიმე პატარა კითხვის ნიშანი არსებობს, მე მზადავარ ნებისმიერ დროს მივიდე მათთან და კიდევ ვესაუბრო და კიდევ უფრო მეტი არგუმენტები წარუდგინო. და მას შემდეგ რაც ჩატარდება არჩევნები და თქვენ უკვე იქნებით ამ ოლქის წარმომადგენელი საკანონმდებლო სივრცეში, თქვენი აზრით იცნობთ ამ ადგილს, იცნობთ მით უმეტეს აგერ წინა საარჩევნო კამპანიის ფარგლებში არაერთი შეხვედრა გქონდათ და ეს კიდევ უფრო გაამყარებდა თქვენ კომუნიკაციას ამ ადამიანებთან. როგორ ფიქრობთ, რა იქნება თქვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი გამოწვევა, რომლის ლობირებაც თუ რომლის გადაჭრაც თუ რომელზე მსჯელობაც და რაზე საუბრის წამოწევაც იქნება მთელი თქვენი უმთავრესი უკვე საქალაქო საკანონმდებლო ორგანოში. დიახ, ეხლა მოსახლეობა კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ძალიან აქტიურად არის პროცესში ჩართული მათი მხრიდან და ვისმენ იმ პრობლემატიკის შესახებ, რაც მათ წინაშე დგას და რა თქმა უნდა კომუნიკაციის ფარგლებში ვეუბნები, რომ ძალიან მნიშვნელოვანია მათი ჩართულობა ამ პროცესში, იმიტომ რომ პირველი წყარო ჩემამდე მოტანის არიან თავად ის მოსახლეობა, ვინც იქ ცხოვრობს და ვისაც აწუხებს ეს პრობლემა. ალბათ ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს საკითხად დავაყენებდი მე ბინათ მესაკუთრეთა ამხანაგობების საჭიროებებს. იმიტომ რომ არსებობს დღეს ისეთი კორპუსები, სადაც გაუმართავია გადახურვის საკითხი, ანუ გადახურვის პრობლემები არსებობს. ზოგ ბინაში ჩამოდის წყალი, თუმცა ძალიან კარგი პროგრამა მოქმედებს ამ მიმართულებითაც, ბემიას პროგრამა, რომელსაც გამგეობები სრულად იღებენ თავის თავზე, შედიან ასეთ კორპუსებში, რა თქმა უნდა, განცხადების საფუძველზე, ყველა კორპუსს ყავს ამხანაგობის თავმჯდომარე, მათი მიმართვის საფუძველზე შედიან, უბრალოდ რა თქმა უნდა, ისაც გასათვალისწინებელია, რომ ამ უწურავი ბიუჯეტი არ არსებობს, უბრალოდ ჩვენ თავარია სწორად განსაზღვროთ პრიორიტეტები, რომ რითი უნდა დავიწყოთ ამ საკითხების მოგვარება და ალბათ ერთ-ერთი ყველაზე პრიორიტეტული საკითხი არის სახურავების მოწესრიგება, რომ არ ქონდეთ ადამიანებს იმის განცდა, რომ მათი საცხოვრებელი პირობები არ შეესაბამებოდეს იმ სტანდარტს, რაც არის საჭირო და აქედან გამომდინარე ალბათ ნომერ პირველი საკითხი, რაზეც იქნება მსჯელობა და რამოდენიმე დღის წინ იყო პრეზენტაცია უკვე კახაკალაძემ გააკეთა პრეზენტაცია ბინათ მესაკუთრეთა ამხანაგობების შესახებ, ბიუჯეტი იზრდება ამ მიმართულებით, რაც საშუალებას მოგცემს, რომ ჩვენ მაქსიმალურად ამოვწუროთ ეს საჭიროება, რაც გადახურვას შეეხება. შემდეგ არის ლიფტების, ავარიული ლიფტების პრობლემა, რაზეც ასევე ისაუბრა დედაქალაქის მერმა, რომ დაახლოებით 2 წელიწადში ქალაქში აღარ იქნება ავარიული ლიფტების პრობლემა, ანუ სრულად უნდა მოვიცვათ ეს საკითხიც, რაც ადამიანის სიცოცხლესთან არის კავშირში. ასე რომ ეს მიმართულებები არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი და ამიტომ ვიძახი, რომ პირველი საკითხი არის იმ პირობების გაუმჯობესება, სადაც ცხოვრობენ და შესაბამის სტანდარტებთან მოყვანა და რა თქმა უნდა გეგმაზომიერად პარალელურ რეჟიმში უნდა გავაგრძელოთ ისევ ის პროექტები, რაც გზებს შეეხება, საკანალიზაციო სისტემას შეეხება და ასევე ვიტყვი, რომ არსებობს კორპუსები, სადაც საკანალიზაციო სისტემის პრობლემები არსებობს, ჩემს ოლქში ისეთი პრობლემებიც არსებობს, სადაც საერთოდ არ არის კანალიზაცია და არ ყოფილა აქამდე უბრალოდ და აქ უკვე სალკე დაგიგვარების თემა. მერია აქ შესაძლებლობებს მოკლებულია გარკვეულწილად, იმიტომ რომ აქ უკვე კომპანიის პასუხისმგებლობაც იკვეთება, GVP-ს გულისხმობ, ვისთანაც გვაქვს აქტიური კომუნიკაცია, მათი წარმომადგენელი ჩემს რამოდენიმე შეხვედრასაც დაესწრო მოსახლეობის მოთხოვნიდან გამომდინარე, ზოგიერთ საკითხზე ამომწურავი პასუხი გავეცით, ძალიან ბევრი პროექტი უკვე მიმდინარეობს და მიდის რეაბილიტაცია საკანალიზაციო სისტემის, თუმცა წითელ ხაზებში არსებული საკანალიზაციო სისტემას უკვე გამგეობა ეხმარება მოსახლეობას და შეძლების დაგვარად ამ პრობლემებსაც ვაგვარებთ, რაც უკვე ბინათ მესაკუთრეთა ამხანაგობებს შეეხება. ასე რომ ეს საკითხები, რაც ადამიანის საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესებას გულისხმობს, ალბათ ნომერ პირველი პრიორიტეტი ეს არის. შემდეგ უკვე პარალელურად ვაგრძელებთ ისევ გამწვანებული სივრცეების მოწყობას, შიდა უბნების რეკრეაციული სივრცეების მოწესრიგებას
და ასე შემდეგ. ეს ძალიან ისეთი მიმდინარე ცოცხალი პროცესია, რაშიც აუცილებლად ვიქნები ჩართული გამგეობასთან ერთად და მათთან ერთად უკვე პრიორიტეტების მიხედვით შევეცდებით, რომ დაიგეგმოს ბიუჯეტი და ჩვენ საკრებულოდანაც თავისთავად შევეცდებით, რომ ყველა ის მწვავე საკითხი, რაც მოსახლეობას აწუხებს, უკვე დავაყენოთ საკრებულოს წინაშე და ერთად გამგეობებთან ერთად, რომლებიც ყველაფერს აკეთებენ მოსახლეობის საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესების მხრივ, რომ ეს საკითხები დავიწყოთ და გადავჭრათ. მოსაგებია. ბატონო, თქვენი რაიონი პრინციპში ის პირველი სივრცეა, რომელსაც აეროპორტიდან გამოსული ადამიანი ხედავს. ჯერ თუ დღის შუქია, საერთოდ ზევიდან უყურებს და რაღაც სხვა აქმა, მაგრამ შემდეგ უკვე მოძრაობაში მოდის და ეს ერთგვარი სავიზიტო ბარათია. მით უმეტეს ჩვენთვის, ჩვენი ქვეყნისთვის ტურიზმი უცხოხილი არ არის და ტურისტული იქნება თუ უბრალოდ სტუმრად ჩამოსული საქმიანი ვიზიტი თუ არა საქმიანი ვიზიტით ყველასთვის ყველამ ეს სივრცე უნდა გამოიაროს და ამას გარკვეული მნიშვნელობა აქვს. ნამდვილად ვიზუალური თვალსაზრისით ძალიან შეამსუბუქა და გაამდიდრა გახოკიძის ქუჩის რეაბილიტირებამ საქმე, იმიტომ რომ იქ მიმდებარე კორპუსებია, მით უმეტეს ახალი კორპუსებია, იქ ის პოინტის სავაჭრო სივრცეა და ამ ხრივა ეს სიახლე ქალაქის თანამედროვე ცხოვრების არქიტექტურული ძალიან მკვეთრად ჩანს, მაგრამ თქვენ ახლა ისაუბრეთ, რომ ამ ყველაფერზე აქცენტის გაკეთება გნებავთ სიღრმეებშიც. იმიტომ რომ საკმაოდ მოცულობითია ეს სივრცე. და აი ამ თვალსაზრისით როგორ ფიქრობთ, იგივე აეროპორტის მიმდებარე სივრცეც გარდაიქმნება. გეგმით როგორ არის იგივე სტადიონის შენებლობის დასრულება და ახლობით როგორ ფიქრობთ, აი თქვენი სამაჟორიტარო ვადის პერიოდში რა ცვლილებებს ელოდებით ახლა არსებულ რეალობასთან შედარებით? რაც შეეხება აეროპორტის მიმდებარე ტერიტორიას, იცით, რომ აეროპორტის გზა, ანუ კახეთის გზატკეცილი საკმაოდ კარგად და ხარისხიანად რეაბილიტირდა, სრულად მოიცვა მისი სივრცეები, როგორც ორივე მხარეს. გამყოფი ზოლი და საკმაოდ კარგად არის და ხარისხიანად რეაბილიტირებული და ეს რამოდენიმე წლის წინ დასრულდა, ასე პირველი შემხედრი ტურისტი, რომელიც ჩამოდის, უკვე ძალიან კარგ სივრცეს ხედავს. თუმცა ჩვენ აქ საუბრობთ უკვე იმ დასახლებებში, რაც გარშემო არსებობს. თავისთავად გეგმა არსებობს, ბიუჯეტიც უკვე დამტკიცდება, მომავალი წლის ბიუჯეტზე მაქვს საუბარი, ახალი საკრებულო უკვე მიიღებს ახალ ბიუჯეტს და რა თქმა უნდა ეტაპობრივად წეღან აღინიშნა, რომ პირველი საკითხები, ანუ პრიორიტეტული საკითხები არის ის, რომ ჩვენი მოსახლეობის საცხოვრებელი პირობები გავაუმჯობესოთ, რაც ეს ბინათ მესაკუთრეთა ამხანაგობებს ეხება და თავისთავად პარალელურ რეჟიმში გრძელდება ისევ სარეკრეაციო სივრცეების მოწყობა და გზების და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ასე რომ ეს ჩვეულებრივი მუშა პროცესია და მე დარწმუნებული ვარ, რომ 4 წლის განმავლობაში იმ პერიოდში მე მომიწევს და დარწმუნებული ვარ, რომ მომიწევს ჩემს ოლქში მაცხოვრებელ ადამიანებთან ურთიერთობა ძალიან ბევრ მნიშვნელოვან პროექტს განვახორციელებ და ბევრად უფრო ლამაზი და მიმზიდველი იქნება ის ოლქი, ვიდრე არის დღეს. ასე რომ ამისი თქმის საშუალება ნამდვილად მაქვს და იმიტომ ვიძახი ამას ასე თამამად, რომ ის შესრულებული საქმეები და ის ძლიერი გუნდი, რომელსაც მე წარმოვადგენ დღეს, აქვს ამის რესურსი, რომ ძალიან ბევრი მნიშვნელოვანი საქმე გავაკეთოთ მომდევნო 4 წლის განმავლობაში და დარწმუნებული ვარ, რომ ალბათ თითოეულ ჩვენთაგანს მე თქვენთაგანს უბრალოდ ვისაც ესე ახლო შეხება არ აქვს სამგორის რაიონთან და უშუალოდ ჩემს ოლქთან, დღევანდელ სურათთან შედარებით 4 წლის თავზე ბევრად გაცილებით უკეთესი მდგომარეობა და გაცილებით ბევრი ლამაზი სივრცე შეემატება. გასაგებია. მადლობა დიდი სტუმრობისთვის, თქვენი პოზიციის გაზიარებისთვის და რაღა დარჩა უკვე არჩევნების დღემდე წარმატებას გისურვებთ, თუ რამეს დასძენთ გისმენთ. დიდი მადლობა მოწვევისთვის კიდევ ერთხელ და მე მინდა ბოლოს მაინც თქვა, რომ არის გარკვეულწილად ესეთი განცდა, რომ ქართულ ოცნებას არ ყავს კონკურენტი, ქართული ოცნება გამარჯვებულია, ამას ვხედავთ ჩვენ მოსახლეობასთან შეხვედრის დროს, რომ რამხელა მუხტი არსებობს, აგერ გუშინ ჩვენ გაერთიანებული შეხვედრა ჩავატარეთ 4-ვე მაჟორიტარმა და ძალიან ბევრი ადამიანი დაესწრო ამ შეხვედრას. უბრალოდ ერთი რამე მინდა ვთქვა, რომ აქ აუცილებელი არის ჩვენ ხედავთ რამხელა შემოტევა, ძალისხმევა, რამხელა შანტაჟი ხორციელდება ჩვენს ქვეყანაზე. აუცილებელია, რომ თითოეულმა ადამიანმა დააფიქსიროს თავისი
მოქალაქეობრივი ვალი მივიდეს საარჩევნო ურნებთან და დავანახოთ მთელ მსოფლიოს და იმ ადამიანებს, იმ ძალებს, რომელიც ასე გამალებით გვებრძვიან ჩვენ და დავუმტკიცოთ კიდევ ერთხელ, რომ ქართველი ხალხი და საქართველოში მაცხოვრებელი ადამიანები ხარს უჭერენ განვითარებას, მშვიდობას, რაც ყველაზე მთავარია, რაც უწყვეტად ბოლო 13 წლის განმავლობაში გრძელდება და განვითარებას თავისთავად, იმიტომ რომ მშვიდობის ფონზე ჩვენ ხედავთ, რომ გვაქვს შესაძლებლობა, რომ განვავითაროთ ჩვენი ქვეყანა და დედაქალაქი. ასე რომ ველოდებით ყველას, ველოდებით დიდ მხარდაჭერას, მე სპორტში მოღვაწეობ, დღემდე ასე ოლიმპიური კომიტეტის ვიცე-პრეზიდენტი ვარ და ნამდვილად მაქვს სურვილი, რომ რეკორდული მაჩვენებელი ვაჩვენოთ ამ არჩევნებზე და ერთ-ერთი რეკორდი მოხსნა თუ რამე აქამდე გვიჩვენებია და მე ამის ნამდვილად მწამს და მჯერა, რომ ჩვენი ამ მომრჩეველი აქტიური იქნება, მოვლენ და დააფიქსირებენ თავის პოზიციას.